ახალი საჰრავი პოლიტიკური ხმა ცდილობს ჩაერთოს ჩრდილოეთ აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ კონფლიქტში, საჰრავის მშვიდობის მოძრაობა. აცხადებს, რომ ნიუ-იორკში გაეროს დიპლომატებთან, მათ შორის აშშ-სა და საფრანგეთის მისიებთან შეხვედრები დაასრულა და თავი წარადგინა როგორც პრაგმატული ალტერნატივა პოლისარიოს ფრონტის მიმართ. ჯგუფი აცხადებს, რომ სურს მოლაპარაკებებზე დაფუძნებული გადაწყვეტა, პოლიტიკური პლურალიზმი და დასავლეთ საჰარაზე 10 წლეულების განმავლობაში არსებული ჩიხის დასრულება. მთავარი კითხვა ისაა, წარმოადგენს თუ არა ეს რეალურ დიპლომატიურ შესაძლებლობას თუ კიდევ ერთ ფედევერთ ფენას კონფლიქტში, რომელიც უკვე ფორმირებულია მაროკოს, ალჟირის და წარმომადგენლობის კონკურენტული პრეტენზიების მიერ. საკითხის გასაგრძელებლად ეხლა შემოგვიერთდა დოქტორი მოჰაბედ მუჰამედ ჩიტუ, პოლიტიკური ანალიტიკოსი და რაბატის უნივერსიტეტის უფროსი პროფესორი. დოქტორ ჩიტუ, მადლობა რომ დღეს i24 News English-ზე ჩვენთან ერთად ხართ. სასიამოვნოა. საჰრავის მშვიდობის მოძრაობა თავს მესამე გზად წარმოაჩენს მაროკოსა და პოლისარიოს შორის. მაგრამ როგორ? შეუძლიათ კი ისინი რეალურად იყვნენ შუალედური ძალა, ასე ვთქვათ. კარგი, მე ვფიქრობ, მათი ფილოსოფია მართლაც ძალიან საინტერესოა მრავალი თვალსაზრისით, რადგან ისინი პოლისარიოს ფრონტს ართმევენ იმგვარ იდეას, რომელსაც ის 1973 წლიდან ატარებთ, რომ მხოლოდ ისინი წარმოადგენენ საჰრავი ხალხს. ეხლა არსებობს კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც საჰრავი ხალხს წარმოადგენს და ეს ჯგუფი მშვიდობას ისურვებს. და მე ვფიქრობ, რომ მათი ფილოსოფიის, პოლიტიკური ფილოსოფიის მეშვეობით ისინი შეიძლება გახდნენ ადამიანები, რომლებიც მომავალში საჰარის ავტონომიური პროვინციის მმართველები იქნებიან. თუ მოლაპარაკებები ამ ჯგუფთან და რეგიონის სხვა ადამიანებთან ძალიან კარგად წარიმართება, მე ვფიქრობ, რომ ისინი წარმოადგენენ ძალიან მნიშვნელოვან ელემენტს დღევანდელ პრობლემაში, ამ თავსატეხში და ახალ გადაწყვეტას საჰარის სიტუაციისთვის. და ნამდვილად ავტონომიის გეგმის იმედი მაქვს, რომელიც მაროკოელებმა 2007 წელს წარადგინეს. აშშ-ის ელჩმა გაეროში მაიკ ვოლცმა შეხვედრის შემდეგ სოციალურ მედიაში დაწერა, რომ ძალიან კარგი იყო მათი გაცნობა და აღნიშნა, რომ საჰრაველების ხმები მშვიდობას ემსახურება და მსოფლიომ უნდა მოისმინოს ისინი. ეს საკმაოდ ძლიერი გზავნილია, რომელიც აშშ-ის ელჩისგან გაეროში მოდის. რატო შეიძლება იყოს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა გაერო, უფრო მზადყოფნაში, რომ მშვიდობისთვის საჰრაველთა მოძრაობასთან ითანამშრომლონ, ვიდრე პოლისარიოს ფრონტთან? რაც შეეხება მხარდაჭერას, რომელიც მათ მიიღეს გაეროს ამერიკული დელეგაციისა და ფრანგებისგანაც, მათ ასევე შეხვდნენ საფრანგეთის ელჩს. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ მაროკოს ავტონომიის გეგმას, ამ ჯგუფში ხედავენ ძალიან კარგ გამოსავალს ჩიხიდან. ეს ასახავს ამჟამინდელ სიტუაციას და მართლაც წარმოადგენს ისეთ გადაწყვეტას, რომელიც მიგვიყვანს მაროკოელების მიერ წარმოდგენილ ავტონომიის გეგმამდე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი გზა, მესამე გზა, როგორც ვთქვით, და ის წარმოადგენს ძალიან კარგ გამოსავალს საჰარისა და საჰარავი ხალხის მომავლისთვის. რადგან ეს კარგად წარმოაჩენს საჰარავი ხალხს და დააკმაყოფილებს მაროკოელი ხალხის ავტონომიის გეგმის მოთხოვნებს. როგორ უყურებს ალჟირი ამ ალტერნატიული საჰარავი ხმის გაძლიერებას? ალჟირი უარყოფს ამ ალტერნატივას, რადგან ალჟირმა პოლისარიო თავიდანვე 1975 წელს შექმნა და მას შემდეგ, იცით, დააფინანსა იარარის შეძენა, ყველაფერი, პოლისარიოს დიპლომატიური საქმიანობა, ასე რომ თუ არსებობს მესამე გზა, ეს ნიშნავს, რომ ეს ალჟირისთვის მარცხია, რომელმაც 1975 წლიდან დაახლოებით 70 მილიარდი დოლარი დახარჯა. და ისინი აშკარად არ ისურვებდნენ მესამე გზას, რომელიც დააკმაყოფილებს მაროკოსა და დასავლეთის მშვიდობის მოთხოვნებს და შეიძლება გამოიწვიოს ავტონომიის გეგმის განხორციელება საჰარაში. ამიტომ ვფიქრობ, ალჟირი ამას მხარს არ დაუჭერს. მაგრამ აშკარაა, რომ მათ ბევრი არჩევანი არ აქვს ამ სიტუაციაში, რეალურ სიტუაციაში, რადგან დასავლეთის ქვეყნები მხარს უჭერენ მაროკოს, მხარს უჭერენ ავტონომიას და მხარს უჭერენ მესამე გზას. როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ამ მოძრაობამ, რომლის ირგვლივად ჯგუფი ახლახან შეიკრიბა შეერთებულ შტატებში, ადგილზე რეალურ ცვლილებებში გადაიზარდოს და რამდენად სწრაფად შეგვიძლია ველოდოთ ამ რეალური ცვლილებების დანახვას? კარგი, ცვლილება შეიძლება ისეთი სწრაფი არ იყოს, როგორც ჩვენ ყველას გვინდა, მაგრამ ვფიქრობ, დრო დასჭირდება პოლისარიოსთვის, ალჟირელებისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ მიიღონ მესამე გზა, რომელსაც ეს MCP ჯგუფი სთავაზობს. მაგრამ ვფიქრობ, ეს კარგი დასაწყისია მომავლისთვის, ავტონომიის გეგმისთვის
და საჰარაში იმ პრობლემის გადაწყვეტისთვის, რომელიც უკვე 50 წელზე მეტია ჩიხშია შესასული, Dr. Mohamed Shatu. ძალიან სასიამოვნოა რომ დღეს i24 News English-ზე ჩვენთან ერთად ხართ. მადლობა რომ გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა. მადლობა მოწვევისთვის.